2-3 წლის წინ დაწყებას აპირებდი? არა, შენ სიტყვებს მეტი ძალა მივეცი. 2-3 წლის წინ გავიგე. 2-3 წლის წინ გლენ მორანჯიმ თავისი კინტა რუბანი პორტვეინში დაზოლებული კასრი, კი რა და ვისკი, 12 წლიანი ნაწია 14 წელზე. გახსოვს შენ ეგ? 2-3 წელიწად მეტი არ გავიდა გასული. მეტი გავიდა? ნუ, ხო, ნამდვილად გავიდა. აწია 2 წლით ზემოთ. გლენ მორანჯიმ, ხო. მაგრამ ისჯობდა, ჩამოწეული. ისჯობდა, ხო. ხო, ეგ მან თაობების პრობლემა იყო ძალიან სერიოზული. მეორე თაობის კინტერუბანი მაგ მე სახშია ცოცხალი თავით არავის არ უხსნი ჯერჯერობით. არ ვიცი, ძალიან თუ დამათრობენ ესენი და გამახსნევინებენ, თორე ისეთი გემოებია იმაში ჯერ კიდევ შემორჩენილი იმ თაობაში, რომ იმის შემდეგ თაობაში გაცლებით ნაკლები იყო და აი მეოთხე თაობაში საერთოდ კატასტროფა იყო რა. მოდი მანდვე დავუმატებ. აი ამ თაობის ეხლა რა მოთლის გვიდგას, გამოსწორებული უკეთესია. ცალკე ვიდეო მივუძვნოთ მე მაგას ჩვენ. კარგი. კი, მე მქონდა ბედნიერება. მე არ გამისინჯავს. ხო, მე მქონდა წინასწარ დავაანონსებ ამას. კინტა რუბანის ასაკის აწევის შემდეგ უკვე ნექტარის ასაკის დრო დადგა და 12 წლიანი, რომელიც შემდეგ ასაკი მოაძლევს, მაგრამ მაინც 12 წლიანი არისო თქვეს, გახდა 16 წლიანი. ოკეი, ოღონდ 16 წლიანი. არ გამისინჯავს. არ ვარგა? ფესტივალზე არ გასინჯე? არა. მე გავსინჯე ფესტივალზე. არ ვარ. ნუ, ძალიან კაი. ფერი. იჯობე 12. ეგეც გაგზო და ვერ გახსნევინებს ვერავინ. არა ეგ არა. ხო, კი, ძველი, ახლა მე მოდა ახლა მეუბნებოდი. ძველი 12-იანი როგორ არ მაქვს მაგ? და დადგა დრო, რომ აი 10 წლიანი ორიგინალიც აეციათ ასაკი და გახდა 12 წლიანი. ახლა მოუხებ თავისთვის. არც თუ ისე დიდი ხნის წინ უცბად მეგობრებო უყურებთ თაროზე და ეს დიზაინი ხო უკვე გვაქვს, ვიცით. ამ დიზაინს აქ ოღონდ რო ეწერა, შეცვალეს ის კლასიკი რა, ოქროსფერი. ხო. ძალიან კარგი ვისკი თავის დროზე. ჩვენ შევადარეთ და ძალიან ნორმალური იყო ის 10 წლიანი, იმ შედარების მომენტში სუნზე და რაღაცა მე მგონი ახალიც კი ვამჯობინეთ და არ ჩამოუვარდებოდა ყოველ შემთხვევაში არაფრით. და ეხლა უცბად ბრახ, უყურებ და ზუსტად იგივეა ყველაფერი. და 12 აწერია უბრალოდ, კაცო. რა ხდება? მეთქი რამე დაფინიშება ხო რა რაღაცა. იმიტომ 12 წლიანი ისიც არის ლასანტაც არის, აირი ამბება, ხო წითელია იმის ეტიკეტი რა. და ბურბონის კასრია ჩვეულებრივი რა. ანუ 10 წლიანი ჯერ კიდევ არის და 12 წლიანი იგივე გაიჩნდა. ხო, ანუ 2 წლით მეტი დაძველებული ბურბონის კასში, სხვა არაფერი განსხვავება არ არის. ის რაღაც ახალი ხაზი ტყლიპეს უცბად რა. ახალი ხაზი არ არის, 10-იანი აღარ გამოდის. ამ ეტიკეტიანი 10-იანიც აღარ გამოდის? შეწყვიტეს? ოკეი, გავიგე. გავიგე, ხო. ეხლა ლასანტა უნდა აწიონ, ეგ გადარჩა რა. ხო, არ ვიცი, ნახოთ, არ ვიცი, ხო, შევხედოთ. ხო და მოდი ვიცოდეთ რა, როგორია, ძალიან მარტივი ამბავი არის, სამწუხაროდ ბიუჯეტური აღარ ქვია არც ამ ვისკის ეხლა. თავის დროზე 80 ლარად იყო ხოლმე. ნუ საქართველოში აღარ ქვია, თორე ისე ევროპაში, რავი, 2-3 ევროთია გაზურებული, მეტი არა. არა, ხო, თავისთავად ცხადია. ეს ეხლა მე ნუ მათქმევინებთ ლარებში რა ვიცი, ვის თაროზე როგორ ღირს და როგორ არის შემოტანილი, მაგას აღარ ვიტყვი და თლათიაფია არ არის, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე სხვათა შორის აქციებში და თუ მაინდა-მაინც აქციით იყიდეთ ხოლმე თუ ის ფასი გეძვირებათ რა ფასადაც დევს ხოლმე ზუსტად არ მახსოვს და არც აქვს დიდი მნიშვნელობა. უბრალოდ ვიცოდეთ იმ ხაზის ამბავში 10 წლიანის ამბავში ამან 2 წლით მეტმა წესით მოგცეთ რა უფრო მეტი და უფრო გემრიელი ამბავი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ისეთი საწყისი ვისკის მოყვარულებისთვისაც საწყისი გემოების ვისკის შესაგრძნობადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ის ძველი 10 წლიანი კლასიკი, ხო? ყოველთვის ადამიანს ურჩევდით ხოლმე, დღემდე მიყვარს. ადამიანს ურჩევდით ხოლმე, რომ რით დავიწყო ვისკის დაგემოვნება, იმას ურჩევდი, იმიტომ რომ უაღრესად დაბალანსებული იყო, უაღრესად რბილი იყო. ყველაფერი ქონდა, რაც ვისკის უნდა ქონოდა. ოღონდ ნუ თხლად ეს ყველაფერი, რა, ლაითად, მაგრამ ყველაფერი ქონდა და დაწყებისთვის იყო ძალიან კარგი. დაწყებისთვის კი რა, მოდი მივად თაროზე რო გიდევს და აი საერთოდ არა ვისკის მოყვარული რაღაცა 20 მეგობარი რო დაგადგება და დიღრიანცელი რო ახლა სახში და ყველას რო რაღაცა თითო დრამით ცოტა ჩამოუსხა და მოაწროპინო ყველას რო ესიამონება ეგეთი ვისკია. მათ შორის რო შენს, ანუ როგორც წესი ვისკის მოყვარულს ეგეთი აი მას რო ყველას რო მოწონს ეგეთი არ მოგწონს ხოლმე ჩვენ ხო ზორია რომ შოთებათ რო სწავლენ ხოლმე. მაგრამ ამ დროს მეც მომწონს ეგეთი ვისკია. უნიკალური ვისკია რა, თითქმის უნიკალური ვისკია თავისი სეგმენტში, თავის ადგილას, რა ადგილისთვისაც ის შეიქმნა. ეხლა ის ნახოთ, თორე ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ხო, ნახოთ. 12 წელი. ბურბონის კასრი, არაფერი განსაკუთრებით. ბურბონი, 12 წელი. ხო, ანუ რაც ეხლა ველჯენა ამდენი ილაპარაკა, მაგას კიდე 2 წელი უნდა დავუმატოთ წესით რა და ვნახოთ. ცხვირი იგივე აქვს. ზუსტად იგივეა. ზუსტად იგივე ცხვირი აქვს, დიდი რა განსხვავება. არის ეს გვერდ-გვერდ რო შედარება გავკეთებინა უფრო საინტერესო იქნებოდა ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო, ისეთ ზაფხული, ატამი, მსუბუქი ისინი მოდის, მსხალი ატამი მოდის, ვანილი მოდის.
რა სასიამოვნო. ვანილია ცოტა მეტი. იგივეა რა. კი. კარგი იქნებოდა რომ დაგვეპარალელებინა 10-იანი და 12-იანი, მაგრამ ხო. მე მგონი იგივეა. კი, ასე თუ ისე ეს პროფილი შენარჩუნებულია, ცხვირის ამბავი შენარჩუნებულია. აბსოლუტურად. ძალიან სასიამოვნო ცხვირი აქვს რა. არც მოეთხოვება მეტი ამას. გავსუნჯოთ აბა. აბა. რა სერჩი კაია? მოტკბო არის. მოტკბო, რაც იყო ისევ ის არის რა. ეს პროსტა ეტიკეტი ხარ შესვალეს. უბრალოდ ეტიკეტი ხარ შესვალეს. 10-იანი 12 რა ვიცი, იგივეა ჩემთვის ახლა. არის სიმწარე რა მოტარცა მოვიდა ახლა. სიმწარე იმასაც ქონდა ახლა ესეთი. ესეთი სიმწარე ქონდა იმას? კი, ქონდა. ჩემთვის იგივეა ცოტა მეტი სიმწარეა. ხო? კასმა მისა ტანინებია. არა, ეგ სიმწარე ბოდიში, მაგრამ ვიცით, ეგ სიმწარე რაც არის და ტანინების გემოც ვიცით რაც არის. არა. ხო რა. არ ვიცი, აი ეს ფინიშზე მე მემწარა ცოტათი რა. ფინიშს ჩამოვაგდებდი ქულების მიხედვით. ცხვირზე გემოზე გადასარევი, მაგრამ ფინიშს ცოტას დავაკლებდი ქულებს, იმიტომ რომ ამიტომ სიმწარე ჩემთვის არის ფინიშში, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ იქაც იყო, ხო. შეიძლება ახლა მე შეიძლება და იმიტომ რომ დიდი ხანია ის არ დამილევია, თვეებია, შეიძლება 1 წელი არ დამილევია, მაგრამ როგორც მახსოვს, მსგავსი იყო ისიც რა, ამიტომ ამას 12 წლიანს არ გავაკრიტიკებ რა, იმიტომ რომ ჩემთვის იგივე ვისკია რა, რაც 10 წლიანი იყო. აშკარად უნდა გამემეტებინა ერთი ძველი ბოთლი, რომელიც მოჟმოტილი მაქვს გადაროებზე, ოღონდ ის ამის ეტიკეტით არ მაქვს, უსუ ძველი ეტიკეტით მაქვს და ეგ უკვე თაობების ომის გამო. ხო, თაობების. ორი ერთში გამოდის. ის უნდა შეგვედარებინა. მე მაინც ჩემი რეცეპტორული მახსოვრობით მგონია რომ ესეთი ამდენი სიმწარე ფინიშში არ ქონდა რაც ამას აქვს. თუმცა ლევანი ამას რომ იმასაც იგივე ქონდაო. რა ვიცი, მაინდა-მაინც ჩვენი აზრები არ დაემთხვა ერთმანეთს, რაც ხშირად ხდება ხოლმე. ევროპული ფასებით და თბილისში, საქართველოში ფასდაკლების გათვალისწინებით ჩვენიერი ვისკია რა, ხო, ღირს. შეიძლება. მაინც ფინიშს მე დაუწუნებდი. ცოტა მემწარა ფინიშზე. დანარჩენი ოკეი, დანარჩენი იგივეა. რბილია, მშვენიერია, ის პროფილი დაჭერილი აქვს, რაც ყველაზე მთავარი არის და ნუ რავი, იყოს რა 10-12 რა პრობლემაა, მაგრამ 10-12-ის გამო თუ ძალიან გააძვირებ, ეგრე არ მინდა, მაგრამ ევროებში არ გაძვირებულა ძალიან. ხო, ევროებში იგივეა რა. ეგარი. კი. ამ დაგაღალატებთ რა, მარტივი კარგი ვისკია. მარტივად განვიხილეთ. ფინიში მაინც. ხო. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.